ამიტომ იმას შემხვდა ვიდეო ეს ჯაფარიძე ადრე რა ჭკვიანი კაცი იყო რა ეგრე არ დაუკვირვები რომ მაგვიდეოს და ადრე ძალიან ჭკვიანი ბიჭი ყოფილა და რა დაიმართა მე ეპოს ნახევარსა რეალურად დღეს ამ ქვეყნის მართვა არის ჩაბარებული სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუციებზე. ანუ ქვეყანა იმართება ესე. რაღაცები გავაკეთოთ, რომ მაგალითად ევროკავშირის რეკომენდაციები რაც არის, რომ არ ვაწყენიოთ იმათ, ისინი თუ გეუბნებიან სწორია და მოდი გავაკეთოთ. ხო, ნატოსთან გვაქვს ყოველ წელს რაღაცა ვალდებულები, მოდი არ ვაწყენოთ, რაღაცები გავაკეთოთ ნატოსთან მიმართებაში. სავალუტო ფონდთან გვაქვს რაღაცა სავალუტო ფონდი გვიჩვენს რაღაცებს ძირითადად იდიოტობებს, მაგრამ ნუ სავალუტო ფონდია და როგორ შეიძლება ეხლა ეგეთ ავტორიტეტს იყო ამ ქვეყანაში ადამიანი, რომელიც დედას აგინებდა, მაგრამ ეგ ადამიანი ცოცხალი აღარ არის. მაგრამ ნუ აი იმას, სოფლიო ბანკი არის, აი იმათ გვაქვს რაღაცა ესეთი პატარ-პატარა ვალდებულები და აი ესე წვალები ზოზინით ამით იმით ნელ-ნელა მართლა მივჩოჩავ წინ მართლა მაგრამ ჩვენ თუ გვინდა რომ ეს ქვეყანა წავიდეს სწრაფად წინ ფეხზე უნდა გვეკიდოს ესენი ყველა ვინ ჩამოთვალე უნდა გვადარდებდეს ხოლმე მხოლოდ სწრაფი განვითარება აი რა მაინტერესებს რას გურიძმა რა პერედაჩაზე მოვდივარ დღეს შენთან შენ თუ ესე აზროვნებდი ზმო უნდა მოგაბრუნოთ აქეთ რა მართლა ვერ გავიგე აზრი ისიც ფულმა გადაწყვეტა არა მართლა რა და ამას ხო სწორად მიდიოდი და უცბად გადაგემთა ან ამ ეს მინდა რომ რილსათან მოვიღოთ ეს ვიდეო რომ იმ ხალხის ვინც ვხვდები გული შეტყივა რა ამ კაცზე უსმინა ეს ადამიანი მართლა არ არის ბოლომდე მგონი ხელი ჩასაკრები ტიპია რაღაცა ამაში მე დავინახე რომ რაღაცა დონეზე შეუძლია ეგ ძალიან კარგად იცის რაც არის და როგორც არის აი მაგას მაგან კი ყველა ეს მაგიტო არის კარგად იცის ყველაფერი რა როგორია მაგრამ არ უნდა ნავნებლები და ბოროტები და მტრები მაგიტო არიან რომ იციან მაგრამ არა იმიტომ რომ დავალება სვანაირია